5 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა, ლარის ცვლილება 0.2 მიასედი თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2 ლარი და 73 თეთრია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.16 მიათედი თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 12 თეთრი გახდა. 1.28 მიასედი თეთრით გაუფასურდა ლარი გერმანკა სტერლინგთან, რომლის ფასი 3 ლარი და 70 თეთრი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.94 მიასედი თეთრი შეადგინა. სტაბილური ლარის კურსით, კონსოლიდაციის მაღალი ხარისხით, რეზერვების შევსების დინამიკით და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით აიხსნება პრემიერის შეფასებით სავალუტო ფონდისგან ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდისკენ გადახედვა, რომლითაც IMF-მა განაახლა შეფასებები ქვეყნის ეკონომიკა წლის ბოლოსთვის საშუალოდ 6%-ის ნაცვლად 7.2%-ით გაიზრდება. პრემიერის თქმით, ყველაფერი კარგადაა და ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება. ლარის კურსი დღეს ხედავთ, რომ არის ძალიან სტაბილური და უფრო მეტიც ეროვნული ბანკი ახერხებს რეზერვების სწრაფად შევსებას გასული თვეების განმავლობაში, ანუ პირველი ეს პროგნოზი ჩავარდა. ისინი აცხადებენ, რომ გვექნებოდა მინუსი ეკონომიკური ზრდის კუთხით და ჩვენ 4 თვის განმავლობაში გვაქვს 8.8% ეკონომიკური ზრდა და ამის შედეგია ბუნებრივია ის, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 7.2%-ზე მაღალიც გვექნება საბოლოო ჯამში წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა. ისინი წინას წარმეტყველებდნენ მაღალ ინფლაციას და ინფლაცია არის 3%-იანი ზღვრის მიმდებარედ. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ფარად და ქვეყანა ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად. გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება. ეკონომიკის მინისტრმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის გახსნაზე სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაყრდნობით დაანონსა, რომ 2025 წელი მაღალი ეკონომიკური აქტივობის და ზრდის ფონზე წარიმართება. ლევან დავითაშვილის განცხადებით მოლოდინებს ადასტურებს მონაცემები, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ხოლო აპრილში 7.5%-ს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წლის დასაწყისში ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე მოსალოდნელია, რომ 2025 წელი მაღალი ეკონომიკური ზრდით იქნება გამორჩეული. საქართველოს წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს, შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ბოლო წლებში საქართველოს გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებით და პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. 2024 წელს ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ამ მაჩვენებელმა შეადგინა 9.4%. მთავრობის კონსერვატორული შეფასებით 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 6%, თუმცა ველოდებით, რომ ფაქტობრივი მონაცემები უფრო მაღალი იქნება სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულ ზრდასაც ზრდაც ამას მიანიშნებს. შემდგომ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელმშეწყობი კვლავ იქნება კაპიტალური ხარჯები. მომდევნო წლებში სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ის ოდენობაზე იქნება. ამასთან ფინანსებზე ხელმისაწვდომის გაუმჯობესებისკენ, ინვესტიციების ზრდისკენ, საექსპორტო და ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებისკენ მიმართული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები ხელშეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სტრუქტურულ გაუმჯობესებას. ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვა ამ ეტაპზე გამორიცხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას. მთავრობის წლევანდელი პროგნოზი ეკონომიკის 6%-იანი ზრდაა. კაკაურიძის თქმით, პირველ 4 თვეში გვაქვს 8.8% უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ბიუჯეტის გეგმით არის, თუმცა ამ ეტაპზე პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის ახალ პროგნოზზე დაგეგმა არ ხდება. შენარჩუნებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა წლევანდელი წლისთვის და მომდევნო წლებზე უკვე საშუალოდ 5.2%-ით არის განსაზღვრული ეკონომიკური ზრდა. თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ეს იქნება კარგი მისი საბანკო სექტორისთვის, ასე აფასებს ბაზის ბანკისგან ლიბერტის შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას გარიგებას ირაკლი რუხაძე. ლიბერტი ბანკის მფლობელი ღიად არ ადასტურებს შეთანხმების მიმდინარეობაზე ინფორმაციას და ამბობს, რომ გარიგების ყველა პირობა ჯერ კიდევ გარკვეული არ არის და მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დეტალებზე აქტიურად მსჯელობენ. BMG-ის წყაროს ინფორმაციით ბაზის ბანკი ლიბერტი ბანკს ყიდულობს და გარიგება სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში დაიხურება.
რამოდენიმე თვეა ლაპარაკობთ ბაზის ბანკთან, სხვა ხალხთანაც. ბაზის ბანკთან 2 წლის წინათ ლაპარაკობდით ეს გარიგებაზე უბრალოდ ვერ მივედით ბოლომდე. და ეხლაც უბრალოდ უნდა ნახოთ გავალთვალე ბოლოში. მე იმედი მაქვს ეხლა უფრო მეტი საერთო შეხების ეტელი არის ჩვენ გულს და ბაზის ბანკის გულს შორის და უფრო ოპტიმიზმით ვარ, მაგრამ ეს არნიშნავს რომ აუცილებლად გარიგება დასრულდება და იმასაც ვეტყვით როდის დასრულდება. ბოლომდე ყველა პირობაც არა, ეხლა ცნობილი ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ ჩვენ. თუ ეს გარიგება დასრულდა, ეს იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის და იმიტომ რომ ის იქნება კარგი მისი საბანკო სისტემისთვის, ფაქტობრივად გაჩნდება მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი ვიდრე დღეს არის მესამე ბანკი. ბაზის ბანკმა 30 აპრილის მდგომარეობით ბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაზარდა და 4.1 მილიარდი ლარია. ბაზის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18.5%-ით გაიზარდა და 3 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა და 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით ბაზის ბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 24%-ით გაიზარდა და 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა კი 1.3 მილიარდი ლარია. 2025 წლის 4 თვის მონაცემებით საცალო სესხების მოცულობა 0.9 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობა 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზის ბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვეო კომპანიების 2025 წლის 4 თვის მონაცემებით BB ლიზინგის პორტფელმა 42 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა. BB დაზღვევის მიერ 2025 წლის 4 თვეში მოზიდული პრემია კი 7.7 მილიონი ლარია. 2025 წლის 4 თვეში ბაზის ბანკის წმინდა მოგებამ 35 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე 2.56%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე 16.21%. როცა ბაზის ბანკთან ლიბერთის გაყიდვაზე მიდის მოლაპარაკებები, პარალელურად სხვა აქტივების გაყიდვებზეც მიმდინარეობს საუბარი, ამბობს ირაკლი რუხაძე და განმარტავს, რომ მისი კომპანია ახალი აქტივების შეძენაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე იმედოვნებს, რომ გამოაცხადებს მალე ახალი კომპანიის ყიდვის თაობაზე შეთანხმების დასრულებას. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მისი კომპანია მუდმივად ჩართულია აქტივების ყიდვა-გაყიდვის პროცესში. ჩვენ ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად ყიდულობთ კომპანიებს. ჩვენ გვაქვს რაღაცა დრო მოცემული, რომელიც გამალობაში უნდა კომპანია განმოვითარო და მე რაღაცა დრო უნდა გავიდეთ იქ. ამიტომ ჩვენი ყველა კომპანია იყიდება რაღაცა მომენტის დადგომის შემდეგ და ჩვენ იმ დროს როცა სიტყვაზე ბაზის ბანკს ველაპარაკებით ლიბერტი ბანკის გაყიდვაზე კიდე ერთ აქტივზე ველაპარაკებით ვიღაცას პოტენციალურ გაყიდვაზე, ამოვიდეთ ჩვენ ველაპარაკებით სხვა ხალხს რაღაცების ყიდვაზეც. და ამიტომ ჩვენ ცოტა ხანში იმედია არის ეს გამოთო ბაზის ბანკთან გაყიდვა, მაგრამ ცოტა ხანში იმედი მაქვს ძალიან რომ გამოაცხადოთ რაღაცას ყიდულობ და ასე საქართველოში. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შედეგი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, სახელმწიფო საწარმოები არა უბრალოდ თვითკმარი უნდა იყოს, არამედ მოგებაზე უნდა გავიდნენ და ბიუჯეტში თანხები უნდა შეიტანონ. მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესიც. სახელმწიფო კანცელარიის მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 12 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ უნდა გავიდნენ მოგებაზე, რაც არის მათი პირველადი და მთავარი ამოცანა. მათ უნდა შეძლონ სესხების აღება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა. ეს არის საბოლოო მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რომელიც გულისხმობს საწარმოთა ოპტიმიზაციას. 3 ივნისს ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება კიდევ ერთხელ დაანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52.5 მილიონი ლარი დაიზოგება.
საგადასახადო შეთანხმებების სისტემის ცვლილება კიდევ ერთი რეფორმაა, რომლის გატარებაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ქართული ოცნების მთავრობამ გადაიფიქრა. ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსებულ რეფორმაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე უკვე დღეს აცხადებს, რომ რეფორმა თავიდანვე მოიაზრებდა, რომ საგადასახადო შეთანხმებების მექანიზმი მხოლოდ კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმის პროცესში უნდა ჩართულიყო. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ეს მიმართულება ამ დრომდე სრულყოფილად არ მუშაობს. შესაბამისად, ახალ ცალკეულად საგადასახადო შეთანხმებების რეფორმის გატარებაზე საუბარი არაა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებს უფორმდებათ საგადასახადო შეთანხმებები და შესაბამისად უმცირდებათ საბიუჯეტო დავალიანება. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება მიზანშეწონილი არაა და ეს კომპანიებს დააზარალებს. რეფორმა დაკავშირებული იყო თუკასოთმი კანონი გადახდის უნარობასთან დაკავშირებით, სადაც იყო კომპანიის მხოლოდ დაკოტრების თემა, არამედ რეაბილიტაციის თემა. აი ეს სისტემა როგორც კი ამოქმედება სრულფასოვნად, ანუ პრაქტიკაში ვნახავთ, რომ კომპანიების რეაბილიტაცია იმ პროცესში უნდა იყოს ჩართული საგადასახადო შეთანხმებაც, ანუ მარტო საგადასახადო შეთანხმება შეიძლება კომპანიას ვერ უშენოს, ვერ მოხდეს რეაბილიტაცია, ერთიანად მთლიან რეაბილიტაციის პროცესში და აი აქ არის რეფორმის საჭიროება, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს საგადასახადო შეთანხმება. მიღებულია კანონმდებლობა, დაწყებულია ეს პროცესი, თუმცა ამას უნდა მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკა, რომ პრაქტიკაში დაენერგოს. და ვიღაცა შეიძლება აინტერესებს და ვიღაცას ინტერესი აქვს რომელ კომპანიას გაუქმდა საგადასახადო შეთანხმება, მაგრამ თუ ეს იქნება საჯარო ინფორმაცია, ძალიან ბევრ კომპანიას დავაზარალებთ. მაგას შეიძლება ჯობდეს საერთოდ გაუქმდეს ინსტიტუტი და მოუქმდება კომპანია და მოუქმდეს, მეტი არაფერი არ მოხდეს მაშინ. და იმიტომ რომ კომერციული საიდუმლოება, რომელიც რა გადასახადი და რა სახეში ქონდა და მაგრამ როდის ჩამოეწერა, არ არის სწორი მაგის საჯაროდ განხილვა. საგადასახადო დარგის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიერ მოყვანილი არგუმენტის საფუძველზე რეფორმის გადავადება არასწორია. ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და Tax and Legal Solutions მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. ზურაბ ძნელაშვილის თქმით, აუცილებელია კონკრეტულად გაიწეროს, თუ რა შემთხვევაში უფორმდება კომპანიას საგადასახადო შეთანხმება, რადგან დღეს არსებული პრაქტიკა ბიზნესში უსამართლობის განცდას იწვევს. მისივე თქმით, გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ რომელ კომპანიებს და რა პირობებით უმცირდებათ ბიუჯეტში გადასახდელი თანხები. ვიყავით ჩართული ამ საკითხებში, საგადასახადო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირების საკითხოცა ვიხილავთ, არანაირი მაშინ ბმა არ ქონდა ამას გადახდის უნარობასთან რეაბილიტაციის რეფორმასთან. გარდა მაგისა, რეაბილიტაციის კანონზე მიბმა საგადასახადო შეთანხმებების რეფორმის ან ზოგადად ამ ინსტიტუტის არ მგონია სწორი, იმიტომ რომ რეაბილიტაციის კანონი არ მოქმედებს, არ ვრცელდება ინდივიდუალურებზე, არ ვრცელდება სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, არ ვანამეწარმე ფიზიკურ პირებზე. მე ვფიქრობ, რომ საგადასახადო შეთანხმება ის გაფორმების ფაქტის და პირობებიც უნდა იყოს გამჭვირვალე, იმიტომ რომ ეს ჩვენ თავის დროზე გადმოღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს ინსტიტუტი. იქ ეს გამჭვირვალე არის ეს მექანიზმი. იმაზე თუ ვამბობთ, რომ ვინ არიხდის ფულს, არის საჯარო და ამაზე მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, მაგრამ ვის პატიობთ თან ინდივიდუალურ რეჟიმში, ამაზე კიდევ უფრო მაღალი ინტერესი არსებობს, ხო? გადამხდელებშიც ჩდება კითხვები, ახლა ვიღაცეები სრულად იხდიან, ყოველ წელს იხდიან, ვიღაცეებს უფორმდება შეთანხმება და არ იხდიან. შეიძლება გქონდეთ რახან არ ვიცით, რახან არ არის რაღაც მიზანი და არც ნაპირობები განსაზღვრული, უკვე შეუძლებელია იმის დადგენა, რომ მას უჭირდა და იმიტომ გაუფორმდა და რიცხვა საეჭვო იყო და იმიტომ გაუფორმდა თუ უბრალოდ გაუფორმდა, უბრალოდ იმიტომ რომ პატივით გადასახადს გადახვდა. ეს კითხვებს აჩენს და ეს კითხვები ყოველთვის იწვევს მე უსამართლობის განცდას და ეს რომ აღმოიფხვრას არის საჭირო სწორედ ეს გამჭვირვალე. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2014-2024 წლებში ქართული ოცნების მთავრობამ 2 მილიარდ 900 მილიონი ლარის დავალიანებაზე 8088 საგადასახადო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც კომპანიებს საბიუჯეტო დავალიანება 946 მილიონ ლარამდე შეუმცირდათ. თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებს გაუფორმდათ საგადასახადო შეთანხმება, რა კრიტერიუმებით და ვის რა მოცულობის დავალიანება ეპატია. აუდიტორული კომპანია კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ პირველ რიგში უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში უფორმდება კომპანიას საგადასახადო შეთანხმება. დავით პაპიაშვილის თქმით, დღევანდელი პრაქტიკა გარკვეულ კითხვებს ნამდვილად აჩენს. როცა ერთი და იგივე ტიპის კომპანიებზეა საუბარი, დაუშვათ ორივეს აქვს ქონება, რისი რეალიზაცია შეიძლება, ერთს კი დადებით პასუხს ეუნებიან და მეორეს უარყოფით, ხო, ამაზე საუბარი. ან როცა სახელმწიფოს აქვს გადაწყვეტილება, რომ ყველას გაუფორმოს შეთანხმება და ერთ კომპანიას მაინც უარს ეუნებიან, მეორეს ეუნებიან, ხო? ანუ აქ საუბარი არის თანასწორ გარემოზე და გარანტიებზე, რომ ყველა გადაწყვეტილება
რაც იქნება მიღებული დავალიანების ჩამოწერის ნაწილში, იყოს სამართლიანი და დაუშვათ არსებობდეს კრიტერიუმები და მხოლოდ ამ კრიტერიუმებით ხდებოდეს დავალიანების ჩამოწერა. რაც დღეს არ აგვაქვს სამწუხაროდ, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ აღიარებას რომ მოუწიოს დაუშვათ რომელიმე სახელმწიფო მოხელეს რომ მიიღო რაღაც სუბიექტური გადაწყვეტილება, პასუხიც კი რომ მოეთხოვოს მას, ესეც კი ვერ მოხდება, იმიტომ რომ კანონში არ არის დადგენილი. ქართული ოცნების მთავრობამ საგადასახადო შეთანხმებების სისტემის რეფორმა ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსა, როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. როგორც ჩანს, სხვა არაერთი მიმართულების მსგავსად ამ შემთხვევაშიც ქართულმა ოცნებამ რეფორმის გატარება გადაიფიქრა. ამბასადორი აილენდ ბათუმსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვასა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას გეგმავენ. სასწავლო კურსის დახმარებით ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის სულ რაღაც 14 დღეში მიღების საშუალებას იძლევა. ამბასადორის კუნძულზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური სამწვრთნელო სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ კუნძულის მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ექსკლუზიურ საშუალებას მისცემს გაიარონ იახტებისა და სხვა მცურავი საშუალებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობაში, სადაც ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით. კერძოდ ამბასადორის ჯგუფი შავი ზღვის სანაპიროზე ახორციელებს პირველი ხელოვნური კუნძულის მშენებლობა, სადაც განთავსდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბი. შესაბამისად, ჩვენი ამბიცია არის, რომ ბათუმი გავხადოთ ცნობადი როგორც იახტსმენების ქალაქი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში გვაქვს უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუცია, როგორიც არის საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს სერვისები, მოამზადოს იახტსმენები, განახორციელოს მათი სწავლებას და გასცეს შესაბამისი მართვის მოწმობები, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ნებისმიერი ქალაქის მაცხოვრებლისთვის, ასევე საერთაშორისო ვიზიტორისთვის, რომელიც მომავალში დაუკავშირებს თავის საქმიანობას თუ ცხოვრებას ქალაქს ბათუმს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ქალაქ ბათუმის კუნძულის პარალელურად დანარჩენ მსოფლიოში გავიტანოთ ბათუმის საზღვაო აკადემიის სერვისები, რათა მაქსიმალურად გავხადოთ საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობადი. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი თავისი მასშტაბით, ხედვითა და ხარისხით ნამდვილად გარდამტეხია რეგიონისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში მონაწილეობთ და ვიზიარებთ ამ ამბიციურ მიზნებს. ჯერა რომ ჩვენი პარტნიორობა გახდება საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით შეიქმნას ასეთი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს განათლებას, განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებს. ტრადიცია არც წელს დაირღვა და თბილისი მდგრადი განვითარების ორდღიანი ფორუმის მასპინძელია. რიგით მე-15 ღონისძიების ორგანიზება დედაქალაქის მთავრობამ ითავა და 500-მდე სტუმართან ერთად მიზნად თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება დაისახეს, რომლის მიზანიც თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ქალაქების განვითარების მდგრადი და გრძელვადიანი პერსპექტივის შექმნა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგება სხვადასხვა თემაზე. ლაიტმოტივი, მთავარი თემა ამ ღონისძიებაზე არის მშვიდობა და მისი როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენი მაგალითიც იქნება, რა თქმა უნდა, საინტერესო სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, ყველა ამ თემაზე იქნება საუბარი ბუნებრივია დღევანდელ ფორუმზე. ქვეყნის მასშტაბით თქვენ იცით, რომ არის ბევრი საინტერესო მიმართულება, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის შეიძლება იყოს დაინტერესების საგანი. მაგალითისთვის შემიძლია გამოყო ენერგეტიკის სფერო, გარდა ამისა ეკონომიკის სამინისტროს აქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამები, რომელიც არის წარმოდგენილი და რომელსაც უამრავი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი, ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეები იყენებს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი.
თბილისის საინვესტიციო პოტენციალზე მუნიციპალიტეტის მმართველებმა კონფერენციის პირველივე დღეს ბევრი მიმართულებით ისაუბრეს. კონკრეტიკა გამომსვლელების მხრიდან ნაკლები იყო, თუმცა უძრავი ქონების სექტორის მიმართ ინტერესი და საინვესტიციო მიმზიდველობა BMG-ს რესპონდენტების უმრავლესობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა. კონკურენტული უპირატესობა ინვესტორებში დედაქალაქს მნიშვნელოვნად დიდი აქვს. უთანაბრობას ინფრასტრუქტურა და სარეკრეაციო სივრცეები ქმნის, რაც თბილისთან შედარებით მცირე ქალაქებში კიდევ უფრო დეფიციტურია. აქ არის ძალიან კარგი საშუალებები, რომ მაგალითად ფული დაბანდეს პირობითად სამშენებლო ბიზნესში, სადაც ძალიან დიდი ინვესტიციები იდება, ასევე ფული დაბანდეს ჯანდაცვის სექტორში, განათლების სექტორში და კრეატიულ ბიზნესში, რომელიც ყოლებმა გვიჩვენეს, რომ სწორედ ეს მიმართულებებია, რომლებიც არის წამყვანი და ყველაზე საინტერესო გამომდინარე იმ ადამიანური კაპიტალიდან და კომპეტენციებიდან, რომელიც აქ არის თავმოყრილი და ასევე იმ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობიდან, რომელიც აქვს თბილისს. ბუნებრივია დაინტერესება არის სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად წარმოდგენილნი არიან ინდუსტრიული და სავაჭრო ტიპის კომპანიები, ტრადიციული ინდუსტრიული მიმართულებები არის, როგორც არის ავეჯის გადამამუშავება, საწარმოება, სამშენებლო პროდუქციის წარმოება, მომართვიანობა არის საკმაოდ გაზრდილი, ვინაიდან ტარიფების ომი მიმდინარეობს მსოფლიოში, რამაც გარკვეული ცვლილებები მოახდინა პირდაპირ უცხოური ნაკადების მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ზოგადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონები იყვნენ სწორედ პოზიციონირებულები. ფორუმის პირველ დღეს თემატური პანელური დისკუსიების ნაწილი გარემოს დაცვით ვალდებულებებს და ამ პროცესში ბიზნესის როლს დაეთმო. თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მხარდამჭერი RMG იყო. დღეს RMG არის მათ შორის თბილისის ფორუმის მხარდამჭერი და გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს წარვადგენთ კომპანიის მიერ შესრულებული გარემოს დაცვითი პროექტების შესახებ ანგარიში, გაუზიარეთ აქ დამსწრე საზოგადოებას. მნიშვნელობა ამ ტიპის ღონისძიების ის არის, რომ კომპანიებმა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და ერთად შევძლოთ უკეთეს გარემოში ცხოვრება. აჩვენეთ ასე თქვა დამსწრე საზოგადოებას მისი მნიშვნელობა გარემოს დაცვის ზოგადად როგორც წარმოების მხრიდან, ასევე მომხმარებლის მხრიდან და ზოგადად პოლიტიკის თვალსაზრისით, რომ ამ სფეროს ასე თქვა უგულვერყოფა ამ გლობალური კლიმატის ცვლილებების ფონზე არ შეიძლება. ფორუმის ორგანიზატორებმა ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს შორის ღვინის ინდუსტრია ცალკე გამოყვეს და თემატურ პანელზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 8000 წლიანი ღვინის ეკონომიკაში წილზე და როლზე განახლებული ხედვები წარადგინა. განსახილველ თემებს შორის იყო ღვინის გასაღების ბაზრები და ალკოჰოლური სასმლის როლი ტურიზმის მიმართულებით. თქმა უნდა, ვენახები თვითონ ღვინოც ძირითადად მზადდება რეგიონებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ფორუმზე არის წარდგენილი ცალკე საკითხად და ცალკე პანელი ეძღვნება სწორედ მე ვენახება მეღვინეობას. აქ ჩვენ წარვადგენთ მოკლე ისტორიას. სიამაყით კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ქართველებმა ღვინის დამზადება დაიწყეთ 1000 წლის წინ და რა თქმა უნდა შევეხებით დღევანდელობასაც, ადვარდ ექსპორტი და ასე შემდეგ. 2025 წლის თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმი ორდღიანია. 6 ივნისის დღის წესრიგში განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა და სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიებია. პანელურ დისკუსიებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით მსჯელობაში ბიზნესიც იქნება ჩართული. რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა წელს წითელ ყურძენზე ჩასაბარებელი ფასი შეამციროს, ასეთი მოლოდინი კომპანია ასკანელის გენერალურ დირექტორს აქვს. ირაკლი უგლავა ამბობს, რომ გასულ წელს რუსეთის მიერ ღვინოზე 3-ჯერ გაზრდილმა აქციზმა რუსეთის მაღაზიებში ქართული ღვინის გასაყიდი ფასი დაახლოებით $1.5 გაზარდა, შედეგად რეალიზაცია შემცირდა. ირაკლი უგლავა ამბობს, რომ თაროდან გაყიდვები დაახლოებით 15-17% შემცირდა. ასკანელის გენერალური დირექტორი ელის, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე წითელ ყურძენზე ჩასაბარებელი ფასი შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით წელს 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტში 53%-იანი კლება, უშუალოდ რუსეთის ბაზარზე ექსპორტი კი 60%-ით შემცირდა. ასეთი მასშტაბური კლება გასულ წელს რუსეთის მიერ აქციზის განაკვეთის გაზრდამდე, რუსეთში მარაგების შექმნამ და ამისათვის მკვეთრად გაზრდილმა შესყიდვებმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 4 თვის მონაცემებით რუსეთი მაინც ნომერ 1 ბაზრად რჩება 40.5 მილიონი დოლარის ექსპორტით, მეორე ადგილზეა პოლონეთი 6.1 მილიონით, ხოლო მესამეზე ყაზახეთი. ულშია უკრაინა და ჩინეთი. ეხლა სტაბილური შესყიდვები მიდის, იმიტომ რომ ფასი თაროზე ასახულია, არაფერი ცვლილება წელს მოსაუბრებელი არანაირი მოსაუბრებელი არ არის აქციზით და გადასახადებმაწაში და მიაქვს ეტაპობრივად. თუმცა სამწუხაროა ის, რომ
ეს ფასი უკვე აისახა აქციის სრულებად დასამარგებლად აქციზი პრაქტიკულად დოლარით მოიმატა 4-მა, მხოლოდ აქციზმა შესაბამისად 1 ბოთლის ფასი გაზარდა დაროზე დაახლოებით დოლარიდან $1.50-მდე. შესაბამისად ამან გაყიდვებზე თავისი ასახვა უკვე პოვა. და კლება არის, თუმცა ჩემი ინფორმაციით, თაროდან გაყიდვები შემცირებულია დაახლოებით 15-17%. აქტიურები გავხდით სხვა ბაზრებზე და დიდი არის და ჩინეთის მიმართულებით ვერ ანაცვლებს რუსეთს ვერაფერი სამწუხაროდ დღესდღეობით, იმიტომ რომ დაახლოებით 70% ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე იყიდება უხეში ციფრულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაცილებით აქტიურები გავხდით. თუმცა აისახება დარგზე ისეთნაირად, რომ აი თუმცა თელს საუბრობთ, რომ რეალურად მოთხოვნა წითელ ყურძენზე განსაკუთრებით თორე თეთრ ყურძენზე ალბათ გაიზრდება წითელზე დაბალი იქნება და აი გარკვეულად ფასი ალბათ ყურძნის ფასი თუ სახელმწიფო არ შეერია შეიძლება წამოვიდეს საბაზრო ფასი ქვემოთ წითელი ყურძნის ჩემერინი ეგეთი არის. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ქართული ღვინის ექსპორტის კლებაზე განმარტებისას ამბობს, რომ მიზეზი გასულ წელს რუსეთში არანორმალურად გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება, რაც აქციზის ზრდაზე ინფორმაციის დაანონსებას მოჰყვა. მისივე თქმით, სააგენტო მუშაობს დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც ასევე ახდენს ბაზარზე გავლენას. ჯერჯერობით ამერიკის ბაზარი ფრთხილობს და ნაკლებად დგავს სარისკო ნაბიჯებს. ეს არის პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, რაც გარკვეულწილად ახდენს გავლენას ქართულ ღვინოზეც, თუმცა თუ საბოლოოდ ეს ტარიფები ამ დაანონსებული მაჩვენებლებით დადასტურდა, ვფიქრობ, რომ საშუალოვადია პერსპექტივაში ქართული ღვინის შესაძლოა უკეთესი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ნაკლებ სატარიფო, ასე ვთქვათ, ზონაში ვართ და შედარებით ბევრად მაღალია ტარიფები ევროპული ღვინისთვის. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასთან კომუნიკაციისას კახა კალაძემ თბილისის მერობის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა. პოლიტიკურ თემებზე კითხვაზე პასუხებთან ერთად კალაძემ კომპანია კალა კაპიტალ თბილისთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა დაფუძნებული კომპანიის საქმიანობად მისი ბავშვობის ჰობის განხორციელებას აპირებს და ამბობს, რომ სურს ძველი ავტომობილები რესტავრირების შემდეგ საერთაშორისო არენაზე გაიყვანოს. მისივე თქმით, პროექტს ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებს. რაც შეეხება პარტნიორებთან დაკავშირებულ საკითხს, კალაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ერთად განიხილავს პროექტის განხორციელებას და რომელ ქვეყანაში გავა პირველი ავტომობილი, მისი თქმით, პირველი პროექტი საპილოტოდ განხორციელდება. რაც გვაქვს იდეაში, ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენად გამოსვლადი იქნება ვნახოთ. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან და მქონდა ყოველთვის ამის სურვილი და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ, ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები. თბილისის მერმა მედიასთან კრიპტოვალუტის შეძენის გადაწყვეტილებაზე და მიზეზებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მას უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აქვს კრიპტოვალუტა. თბილისის მერმა ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა კითხეს, ხომ არ უკავშირდებოდა მის მიერ კალა კაპიტალ თბილისის დაფუძნება სანქციებისთვის თავის არიდებას. რაც შეეხება თანხებს, ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს. ეს დადასტურებული ინფორმაცია დეკლარაციაში არის ასახული, თანხები რაც მქონდა ევროპულ ბანკებში, მქონდა გასესხებული კონკრეტულ კომპანიაზე, შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა ამას აქვს ახსნა და მიზეზი თუ რატომ. სანქციებთან დაკავშირებით მედიის კითხვის საპასუხოდ ლიბერტი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ვერ დაასანქცირებს. მისივე თქმით, უკრაინის და ბალტიის რომელიღაც ქვეყნის მიერ ის ისედაც უკვე სანქცირებულია და არ იცის კიდევ ვინ შეიძლება დაასანქციროს. მე ვიც დამასანქციოს, რა ვიცი კიდევ ერთხელ მინდა დამასანქციოს, იმიტომ რომ ამერიკის მოქალაქე ვარ და სხვა მიჭეს თქვა ვინმე დამასანქციო, თქვა უკრაინამ და რაღაც მეგონი ბალტიის რესპუბლიკას ქვეყანამ დამასანქცია. მაგრამ ეს არანაირად შეეხო ჩემ ბიზნესს და არც ის არ შეეხება, იმიტომ რომ
სხვა თუ არაფერი დიდი ხანია ეს საშუალება არსებობს, ხო? პოტენციალურად და ამიტომ მე გზაი როგორ მოიმზადო ამის. მეტეორიტო დამეცეს, ახლა თავის ბევრ მეტი შანსია ვიდრე ამერიკული საქცია გამოიყენოს. მე უნდა ამერიკის კრიმინალურმა სისტემამ ბევრ სხვა მოხდეს. ერთხელ გამოიყენეს ორმაგ მოქალაქეზე, მე არც ორმაგი არა ვარ და ის იყო ტერორისტი, რომელიც ჯერ ტერორისტად მას შეერაცხეს, მე დაძდევდნენ სასამართლო დაძდევდა და მე გამოიყენეს სანქციები. ამერიკის არ გამოიყენებია სანქცია თავის მოქალაქეს წინააღმდეგ, ამიტომ სიგიჟე. იცით რატო არ გამოიყენებს? იმიტომ მაშინ მე სასამართლოს ლუჩურები მოვახსნევდი. ამიტომ სანქცია არის რაღაც ისეთი, რომელიც სასამართლოში ვერ ჩივიხარ, იმიტომ სხვა ქვეყანაა და ჩემი ქვეყანაში იურისდიქციაში არ მიგესწრებ. ეს არის რატომაც ესეთი ეფექტური გახდა სანქცია დღეს. ელჩი დანიგანი თანამდებობას ტოვებს დიპლომატიის განცხადება შეერთებული შტატების ელჩს ავრცელებს. რობინ დანიგანის თქმით, ის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიდის და გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია. რობინ დანიგანი საქართველოს ივლისში დატოვებს, მას შემდეგ რაც როგორც დიპლომატი შეერთებულ შტატებს 33 წლის განმავლობაში წარმოადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება გავიდე პენსიაზე. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგია. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. წერს ელჩი და ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ბედნიერები არიან, რომ გამოსცადეს ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო კომპანია პოვადომ თამბაქოს მოხმარებისა და ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1000-მა ზრდასრულმა მოქალაქემ მიიღო. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უარესდება. რესპონდენტების 70% ეთანხმება, რომ მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს იმ ზრდასრულ მწველებს, ვინც ვერ თავს მოწევას გადავიდნენ ნაკლებად მავნე უკვამლო პროდუქტებზე. გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ზიანის შემცირების მიდგომას მხარს უჭერს საქართველოს დასრული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ყოველი 3 გამოკითხული 4-დან, რათა მოხდეს მწველების უფრო ნაკლები რისკის შემცველ ალტერნატივებზე გადასვლა. ასევე მნიშვნელოვანი მიგნება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა, რათა მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლონ ამ ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, გადაწყვეტილების მიმღებებმა ამ კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე უნდა მიიღონ ინფორმაცია, რომ ზიანის შემცირების მიდგომას მხარს უჭერს საზოგადოების საკმაოდ ფართო ნაწილი და საუბარი არაა მხოლოდ მწველებზე, არამედ მთლიან საზოგადოებაზე, სადაც კაფეო მხარდაჭერაა ზიანის შემცირების მიდგომებთან მიმართებით. გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ აუცილებელია ასეთ ალტერნატივებზე არსებობდეს მეცნიერულად დადასტურებულ ზუსტ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კვლევის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ხასიათის ინფორმაციაა თამბაქოს კონტროლის სტრატეგიების გაძლიერებისთვის. როგორც აღინიშნა, სიგარეტი არის ყველაზე მავნებელი გზა, რომლითაც ადამიანს ნიკოტინის მიღება შეუძლია. არსებობს სიგარეტის მეცნიერულად დასაბუთებული ალტერნატივები და თუკი გლობალურ მაჩვენებლებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. თუკი კვლევას შევხედავთ, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების შემდეგ. ეს მოიცავს კვამლისაგან თავისუფალი სივრცეების შექმნას და თამბაქოს შეფუთვის სტანდარტიზაციას. თუმცა ეს საკმარისი არაა იმისათვის, რათა სიგარეტის მწებელთა რაოდენობის ფართომასშტაბიანი შემცირება მოხდეს. ფიქრობ, საქართველოს შეუძლია სიგარეტის მოხმარების შემცირების მნიშვნელოვანი დაჩქარება, რისთვისაც მაგალითს წარმოადგენს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ეს შეძლეს სიგარეტის სრულწლოვანი მომხმარებლებისათვის ალტერნატივების თაობაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით. ამას აჩვენებს მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება. საზოგადოებრივი აზრის კვლევა კი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების მხრიდან არსებობს მოთხოვნა ზიანის შემცირების მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე. კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ ინტერვიუების სახით მთელი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის სექტემბერში კომპანია ACTR-მა ჩაატარა. მასში 1000-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ფილიპ მორისის დაკვეთით ჩატარდა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა $665 მილიონი ღირებულების უკრაინულ სამთავრობო ობლიგაციებზე, რომელთა შეფასება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქცია მიბმული დეფოლტი გამოაცხადა. სააგენტოს გადაწყვეტილებით ამ ტიპის ობლიგაციების რეიტინგი CC-დან D დონემდეა შემცირებული, რაც დეფოლტს ნიშნავს. თავად დეფოლტის გამოცხადებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ქვეყნის მთავრობამ ინვესტორებს საპროცენტო სარგებელი დროულად არ გადაუხადა, რადგან 2023 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა არ იყო დამაკმაყოფილებელი. ეს კი ობლიგაციის
ოპერაციის დროული მომსახურების მთავარი პირობა იყო. აღსანიშნავია, რომ ინვესტორები ამ დეფოლტს მოელოდნენ, რადგან ობლიგაციის წინაპირობა დამაკმაყოფილებელი მშპ ზრდის დაფიქსირება იყო, რომელიც ვერ მოხერხდა და ეს ინფორმაცია თითქმის მთელი წლის განმავლობაში იყო საჯაროდ ცნობილი. დეფოლტის მიუხედავად უკრაინის მთავრობა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას და ახალი ობლიგაციების გამოშვებით ძველი ვალის გადაფარვას გეგმავს. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მოსალოდნელი იყო ECB-ის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 2%-იან ნიშნულამდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, რომელიც ამჟამად 3.2%-ის ფარგლებშია. ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გლობალური საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს, რადგან ECB-ის შემსუბუქების სტრატეგიის ამოქმედებაზე და კრედიტის გაიაფებაზე მოასწავლებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი სტუდენტებისათვის საერთაშორისო ვიზების გაცემას აჩერებს. შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა 4 ივნისს გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა 6 თვეა, თუ იგი არ გახანგრძლივდება. ბრძანება დროებით კრძალავს ჰარვარდის თითქმის ყველა ახალი სტუდენტის შეერთებულ შტატებში შესვლას იმ ვიზებით, რომლებსაც საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა იყენებს უნივერსიტეტებში სწავლისათვის ან ქვეყანაში აკადემიურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უახლესი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მცდელობაა და ჰარვარდი საგარეო კავშირებსა და რადიკალიზმთან დაკავშირებით დაადანაშაულა. ჰარვარდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი გააგრძელებს თავის საერთაშორისო სტუდენტების დაცვას. ჰარვარდის უნივერსიტეტში 6800-მდე უცხოელი სტუდენტი ირიცხება, რაც სტუდენტთა ჯამური რაოდენობის 27% შეადგენს. ჰარვარდმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კრისტინ ნოემმა 22 მაისს განაცხადა, რომ მისი დეპარტამენტი დაუყოვნებლივ აუქმებდა ჰარვარდის სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზიტორთა პროგრამის სერტიფიკატს, რომელიც უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის საშუალებას აძლევს. გასული თვის ბოლოს კი ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლომ დროებით შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უნივერსიტეტისათვის უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის უფლების გაუქმება.